თავჭორილელთა ხელში ერთი ბიზნესისთვის მართლა სამოთხეა საქართველოში, კოლ-ცენტრებისთვის. რა თქმა უნდა, ვერავის დააჯერებს, რომ თავად ისინი არ არიან დამასჩარეულები და თავად არ მართავენ. ყველას დიდი მოგებით. ბაჩალიაშვილისა და მრავალი სხვა საქმე კიდევ აუფეთქდება ბორიას. იქ რომ შიდა კონკურენცია ნებისმიერი სხვა ბიზნესი მონაგონია. ახლა კი უდიდესი გერმანული მედია CDF იტყობინება, რომ საქართველოში დააპატიმრეს გერმანიის მოქალაქე, რომელიც ბრალდებულია კოლ-ცენტრების მუშაობის ორგანიზებაში. ამბავი ცნობილი გახდა გერმანიის კიბერდანაშაულის ცენტრალური სამსახურიდან, თუმცა დამატებითი განმარტება არც გერმანელებს არ გაუკეთებია და არც საქართველოს პროკურატურას. CDF ეყრდნობა გერმანულ ბამბერგის გენპროკურატურას. იხსენებს ადრინდელ ჟურნალისტურ გამოძიებასაც, რომელშიც 30-მდე სხვა მედიასთან ერთად თავად მონაწილეობდა და მარტში გამოაქვეყნა. იმ ამბავს კი მოჰყვა ამბავი და საქართველოში მრავალი ადამიანი დააკავეს. AK გრუპის სახელით მოქმედი 85 კაციანი ბანდა, რომელმაც 2022 წლის მაისიდან 6000-ზე მეტ ადამიანს მთელს მსოფლიოში $35 მილიონ მეტი გამბუზალა. ხელმძღვანელება ჟურნალისტური გამოძიება მერი შოთაძესა და აკაკი ქევხიშვილს ასახელებდა მაშინ. ახლა ამ გერმანელის ვინაობა არ ვიცით. არც იმას ამბობს არავინ, როდის გადასცემენ გერმანიას. ერთი რამ შეგვიძლია მხოლოდ წინასწარ ვთქვათ. როცა საქართველოს რომელიმე საგამოძიებო სამსახური რაიმე სიტყვის, ეს გერმანელი აღმოჩნდება რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი, ფულით მხარდამჭერი და დიპ სტეიტის ჩანერგილი უსამშობლო ბავარიელი.